ახლა კი ჩემო ძვირფასებო, გვინდა სტუდიაში მოვიწვიოთ არაჩვეულებრივი პროექტის არაჩვეულებრივი წევრები. საქართველოს ხმის ხმები, გადასარევი გამოცხადება, მარიამ ერქომაიშვილი და ერეკლე თურქაძე. Bravo, biceps, bravo, თქვენ. გადახვედით და რა დარჩა ახლა? ნახევარფინალი, წინა ნახევარფინალი, ხო? ნახევარფინალი არის. ნახევარფინალია და წინა ნახევარფინალი აქ არის ჩვენ. მაშინ გადაგხვევთ. ეს შესაბამისად. ახლა თქვენ კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებელიც ყავს, იმის გარდა რომ გადმორთულია საზოგადოება ახლა თქვენზე. მოდი, ვინც ახლა გვიყურებს, რომ უთხრათ კიდევ ერთხელ საიდან ხართ თქვენ? რომელი კუთხიშვილი ხარ? გურული ვარ, როგორც დედით სვანი. გასაგები, აქეთ გადმოდი გინაცვალე შენ. გადმოდი იქ, მაინც სვანებთან კარგი ურთიერთობა გაქვს და მიდი არაფერი წამოვწდეს გლახა. შენ საიდან ხარ? გაზრდილი ვარ ლაგოდეხში, მაგრამ წარმოშობით ვარ იმერელი. საზანოდან. მაგრამ შენ თუ გინდა გადი მე ველაპარაკებ. სადავდი არ ვიცი მოკლედ. მოკლედ, აი რა მინდა რომ ვკითხო ახლა. მარიამი ხო? მარიამზე კი არა. ერეკლეს მინდა რომ ვკითხო, ეს სიმღერა საიდან ეს ახლა ერქომაიშვილი ეს რო ღეროდეს არ შეიძლება და. აი შენ რატო გადაწყვიტე? თუ საიდან აღმოაჩინე და როდიდან დაიწყე და ჯერ ახალგაზრდა ხარ ძალიან, მაგრამ მაინც. ხო, დედა ჩემი მღეროდა ისე სამოყვარულო დონეზე, უკრავდა და მღეროდა ყოველთვის და დედა ჩემიდან გამიჩნდა მეც სურვილი რომ უყურებდი, მეც მინდოდა რომ დამეკრა და მე მღერა. თავიდან ხელს უშლიდი ხოლმე რაღაც ვერ მღეროდი. მე ნენელა ავიდგი. ამ ხელის ისრაში ყველაფერი კარგად. მაგრამ მარიამ რატომ მღერი და საიდან დაიწყე არ უნდა კითხო წესით ამ გვარის შვილს რა. რა თქმა უნდა. გვინდა და მღერით. დუეტში თუ გიმღერიათ თქვენ ერთად? არ გვიცდია აქამდე? ეხა იმიტომ თქვა, მე რომ ვთქვი, რომ წინა მეთქი ნახევარფინალია, მეთქი ეს გადაცემა, აქეთ ჩამოიწიეთ, ეს გადაცემა ზუსტად, აი ხა ბევრი თქვენ მეგობრებს პატარ-პატარა წამღერება ვთხოვეთ რა. მოკლედ ნახევარფინალი წინა არის ხოასია. ამასობაში სახლი, კი, ბატონო, გავლესეთ რაღაცა შპალიერი გაყვანილობა რაღაცა და მოკლედ ერთ-ერთ თქვენთაგან ელოდება, იმიტომ რომ ჩვენი რუსთავი ორი მშობლიური ანეპივრებს ჩვენს შოუს წარმომადგენლებს და ან ორი ბინა ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ბინა. მოკლედ, ჩვენ ძვირფას მაყურებელს შევახსენებ, რომ ყოველ სამშაბათს 22 საათზე აუცილებლად უნდა გადმორთოთ რუსთავი ორზე და გაიგოთ რა და როგორ იქნება ამ პროექტში. ახლა მე ერთი ექსპერიმენტი ხო, სულ გამოცდებს ვატარებთ ხოლმე აქ თქვენს კოლეგებსაც, გამოცდებს უტარებთ რაღაცებს და ახლა ცოტა სხვა ვერსია გვაქვს. როცა ერთი სტუმარი ყავს თქვენი კონკურსანტების წარმომადგენელი, პატარა კუპლეტს შევარჩევთ ხოლმე და რადგან ორნი ხართ, მე გადავწყვიტე ამ არაჩვეულებრივ აპლოდისმენტების შეცხოვრებებს ადამიანებთან ერთად ერთი სიმღერა შეასრულოთ დუეტში. ოღონდ აკომპანიმენტს გააკეთებენ ეს მაგარი გადასარევი ადამიანები. მზადა ხართ? დიდი სიამოვნებით. და ეს სიმღერა რა იყოს? მოდი იყოს რა, შენ თუ. მოდი რა იყოს? თუ აქეთ აღარავინ აღარ არის, მაშინ მოდი იყოს ეს ძალიან საყვარელი ლამაზი სიმღერა, მე რო ძალიან მიყვარს, ლოდინის გზაზე. გადასარევი და მშვენიერი. შეძლებთ? წესით კი შევძლებთ ხო? კი არა. კარგი. აგერ ბურთი და მოედანი, აგერ ქსორელები, აგერ ჩვენ და აგერ თქვენ. აბა წავედით. აბა გის.